დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიმიგრაციო წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს. სახელმწიფო დეპარტამენტი დაახლოებით 200,000 უცხოელისთვის ამერიკის ბიზნესისა და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში დროებითი ვიზით ჩავიდნენ, შემდეგ კი ქვეყანაში დარჩენის მიზნით თავშესაფარი მოითხოვეს. თუ გეგმა შესრულდება, ეს ამერიკის ისტორიაში ვიზების ერთდროულად გაუქმების ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად ადგენს იმ ადამიანების სიას, რომლებსაც ვიზა შესაძლოა გააუქმდეთ. სავარაუდოდ გადაწყვეტილება შეეხება 2016-დან 2026 წლამდე გაცემულ B1 და B2 კატეგორიის ვიზებს. B1 საქმიანი ვიზიტებისთვის გაიცემა, B2 კი ტურიზმისთვის, ოჯახის წევრების მოსანახულებლად ან სამკურნალო ჩასვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიზის გაუქმება ავტომატურად დეპორტაციას არ ნიშნავს. თუ ადამიანს თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადება შეტანილი აქვს, მისი საქმე ჯერ განიხილება. ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა მას ბიზნესის ან ტურისტის ვიზის სტატუსი აღარ ექნება. ეს ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კიდევ ერთი ნაბიჯია. ხელისუფლებამ უკვე გააძლიერა ვიზის მსურველთა შემოწმება, მათ შორის სოციალური მედიის ისტორიის შესწავლა, გარკვეულ შემთხვევებში ფინანსური გარანტიის მოთხოვნა და ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზოს შეზღუდვების დაწესება. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ნაწილი სასამართლოში გასაჩივრებულია. რამდენიმე დღის წინ ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგებოდა და ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა.